აქ თურმე რამდენი რამ ხდება. ევროპას ელექტროგადამცემი ხაზების უფრო გამძლე ქსელი, დენის დამგროვებელი მეტი ინფრასტრუქტურა და დასამუხტი სადგური სჭირდება. ამიტომ ევროკომისიამ უფრო სერიოზულად მოფკიდა ხელი გადაცემის ქსელის გაფართოებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმას. და დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როდესაც მზე კარგად ანათებს და ქარის სიჩქარეც მაღალია, განახლებადი ელექტროენერგია დიდი რაოდენობით მიედინება გადაცემის ქსელში. ქსელმა სტაბილურად რომ იმუშაოს, მზისა და ქარის ელექტროსადგურებიდან დენის მიწოდებას ამცირებენ ამ ქსელში. ეს კი ნიშნავს, რომ უამრავი ძვირფასი ენერგია უყენებელი რჩება. შემცირებული ელექტროენერგია კი მილიარდობით ევროს ზარალს უდრის. მეორე მხრივ უმზეობა და ქარის ჩადგომას პრობლემას ქმნის. ამ დროს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდების დეფიციტია. როცა ელსადგურებში გენერაცია იკლებს, ქსელის სტაბილური მომარაგების მიზნით წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურების გენერაციაზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა ბუნებრივი აირი და ქვანახშირი საფრთხეს უქმნის გლობალურ კლიმატს. კლიმატური პრობლემები რომ თავიდან აირიდოს, ევროკავშირს სურს ელექტროენერგიის შემნახველი ინფრასტრუქტურა გააფართოოს. ტუმბოს საშუალებით შენახულ ენერგიაზე დამოკიდებული ელექტროსადგურები ჭარბ ელექტროენერგიას, ჰიდროელექტროენერგიას გარდაქმნიან. გარდა ამისა, ბატარეები სულ უფრო მეტ სისტემას ამონტაჟებენ, რადგან ბატარეის ელემენტების ფასი სულ უფრო მცირდება. გერმანიაში კერძო სახლებში უკვე არსებობს სახურავიდან მიღებული მზის ენერგიის დაგროვების სისტემა. მრეწველობაც და ბიზნესიც სულ უფრო მეტ ინვესტიციას დებენ ელექტროენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებში. დიდი ზომის ბატარეებისგან შემდგარი დაგროვებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უფრო ფართო მასშტაბს იძენს. 10 წლეულის ბოლოსთვის ევროკავშირში ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა 60%-ზე მეტით გაიზარდოს. 2040 წლამდე თითქმის 500 მილიარდი ევროს ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში, ხოლო 700 მილიარდზე მეტი გამანაწილებელ ქსელში. ევროკომისია თავისი ევროპული ქსელების პაკეტის წარდგენას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. ამ პაკეტის მიზანია დაჩქარდეს ნებართვის გაცემა და შეიქმნას ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ქსელი, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტას სწრაფად და მოქნილად მოაგვარებს. ევროკავშირი ამზადებს ევროპული ქსელების პაკეტს. თავის კლიმატის მიზნებს რომ მიაღწიოს, ევროპას ელექტროგადამცემი ხაზების უკეთესი ქსელი და ელექტროენერგიის დაგროვების უკეთესი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ბილინგშტეტი ის ადგილია, სადაც გერმანიაში ყველაზე დიდი ბატარეების დაგროვებითი ინფრასტრუქტურა მდებარეობს. ამ პროექტის მენეჯერი კარინა ამ საწარმოს უცნობ დეტალებს მიხსნის. 64 კონტეინერი, რომლებშიც ბატარეების ტექნოლოგიებია დამონტაჟებული, უზრუნველყოფს მაღალ ძაბვაზე მოთხოვნას, მიწოდების მოხდინილობასა და სისწრაფეს. აღარ არის აუცილებელი ქვანახშირზე მომუშავე სარეზერვო ელექტროსადგური. რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა გვაჩვენებს, რომ გზამკვლევები ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ძველ მოცემულობაში ვცხოვრობთ, რომელშიც 15 წუთი სჭირდება ქსელის სტაბილიზაციას, რადგან განახლებადი ენერგიის არამდგრადი წყაროები, როგორც სახელიც მიუთითებს, არამდგრად ენერგიას იძლევა. სწორედ ამიტომ ელექტროხაზების ქსელებს აციფრულებენ. ერთი სოფლის შემდეგ მონტაჟდება კიდევ ერთი ბატარეა, რომლის სიმძლავრეც 238 მეგავატ-საათი იქნება. რასაც ახლა აქვაშენებთ, ეს პრინციპში ელექტროენერგიის დიდი რეზერვუარი იქნება, რომელიც თითქმის 250,000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებას შეძლებს 2 საათით. ჩრდილოეთი გერმანია ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებს ქარის ელექტროენერგიას, თუმცა მისი ყველაზე მეტი მომხმარებელი სამხრეთშია. ამიტომაც გერმანიას ესაჭიროება ეგრეთ წოდებული ელექტროენერგიის მაგისტრალი და მისი დამგროვებელი ინფრასტრუქტურა. ჩვენ ახლა ტრანსფორმაციის იმ ეტაპზე ვართ, რომელიც ინდუსტრიულ საზოგადოებას არასდროს გაუვლია. ამ დროს ხელს გვიშლის რეგულაციები, რომლებიც უნდა გააუქმოთ. ამას მაღალ დონეზე დიალოგის გამართვა სჭირდება. ისევ გზას მივუყვები. ამჟამად ალესანდროსთან ერთად. უხმაუროდ მივსრიალებთ სოფლის გზაზე. 40 ტონიანი სატვირთო მანქანა ელექტროენერგიაზე მუშაობს. უხმაურო და კარგია, სიჩქარეს ძალიან სწრაფად კრებს და მაშინ ვეგრძნობ ამას, როგორც კი სიჩქარის პედალს აწვევი. ეს კომპანია თავისი საქმის პიონერად ითვლება. არავითარი დიზელი, ყველაფერი მხოლოდ ელექტროენერგიაზე მუშაობს. ეს დასამუხტი სადგურები 20 სატვირთო ელექტრომობილს ემსახურება ეზოში. ნანო იანსენი მეოთხე თაობას წარმოადგენს გადაზიდვის ბიზნესში, რომელსაც საფუძველი მისი დიდი ბაბუის მამამ ჩაუყარა. დღეს იანსენი გერმანიაში სატვირთო ელექტრომობილების პარკის მეფეა. ამ სატვირთოს 476 ცხენის ძალა აქვს. შესანიშნავი მანქანაა. 300-400 კილომეტრის გავლის შემდეგ ვტენი ელემენტებს, რასაც დაახლოებით საათი-საათნახევარი სჭირდება. მართლაც დასამუხტი ინფრასტრუქტურა ევროპაში უკვე ძალიან კარგად არის განვითარებული. ყოველდღე ახალი ასეთი სადგური იხსნება სადღაც და აპლიკაციაზე ყოველდღე თითო სადგურს ვამატებთ. გაქვს ეს აპლიკაცია ტელეფონში. აქ ნახავ ყველა დასამუხტი სადგურის მდებარეობას. შენი კოლეგა თურქეთშიც იყო. ორჯერ ვიყავით იტალიაში ამ კვირაში. ახლა ყოველ 20 კილომეტრში დგას დასამუხტი სადგური მაგისტრალზე.
Autobahn findet man ja jetzt von einer Ladestation. Nano Janssens საკუთარი ქარისა და მზის ელექტროსადგურების სისტემა და ელექტროენერგიის დამგროვებელი ორი ელემენტი აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრეც 1.1 მეგავატია. სწორედ ამის წყალობით ახერხებს ნანო ელექტროენერგიის ფასის კონტროლს და კმაყოფილია. ელექტრომობილები უკვე ფარავს თავის ხარჯს. არ ვიხდი გერმანიისა თუ ზოგადად ევროპის გზის გადასახადს. ან ძალიან დაბალ განაკვეთს მახდევინებენ. არც ღამე მოძრაობის აკრძალვა მეხება. აქვე მაქვს ელექტროენერგია, რომელიც დიზელზე იაფია. ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლება დილემის წინაშე დგას. უმჯობესია განავითაროს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის დაგროვების ინფრასტრუქტურა განახლებად ენერგიაზე გადასვლის მიზნით. თუ ახალი, ბუნებრივ აირზე დამოკიდებული თბოსადგურები ააშენოს. ამის შესახებ ვესაუბრეთ ტობიას გოლდშმიდტს, ჩრდილოეთ გერმანიის რეგიონის შლეზვიგ-ჰოლშტაინის ენერგეტიკული გარდაქმნის მინისტრსა და მწვანეთა პარტიის წევრს. მე ვიმოგზაურე ჩრდილოეთ გერმანიაში. მოქალაქეებისგან მოვაგროვე კითხვები და თქვენთან მოვიტანე. კი ბატონო, მობრძანეთ. მადლობ. პირველ კითხვას დასვამს სატვირთო მანქანების კომპანიის მფლობელი, რომელიც ავტოპარკის მთლიანად ელექტრომობილებზე გადაყვანას აპირებს. მოდი მოვუსმინოთ. ევროპასთან ასეთი კითხვა მაქვს. რატომ არ ვაფართოებთ ელექტროგადამცემ ქსელებს, დენის დამგროვებ ინფრასტრუქტურას, ასევე მზის და ქარის ენერგიის გენერაციას? ჩვენი სატვირთო ელექტრომობილებისთვის დენი გვჭირდება. რატომ დგამთ ნაბიჯს ნაწილობრივ უკან და რატომ ვაშენებთ ახალ თბოსადგურებს? Den Weg zurück durch neue Gastechnologie. თბოსადგურებს ყველგან აშენებენ. ბუნებრივი აირი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოგვაქვს. ეს ხომ არ ნიშნავს ენერგეტიკის გარდაქმნის დასასრულს. არა, ჩვენ ენერგეტიკული გარდაქმნის შუა ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით აქ, ჩრდილოეთ გერმანიაში. ჩვენ რეკორდული სისწრაფით ვამონტაჟებთ ქარის ახალ ტურბინებს, ფოტოვოლტურ სისტემებსა და ბატარეების დაგროვებით ინფრასტრუქტურას. ბუნებრივი აირის იმედად დარჩენა ნამდვილად არ არის სწორი გზა და თბოსადგურებში ჩადებული ყოველი ინვესტიცია მხოლოდ გააძვირებს ელექტროენერგიასა და ზოგადად ენერგიას მომავალში. განახლებად ენერგიებში ინვესტირებით თავისუფლდებით ბუნებრივი აირის მიმწოდებლებზე დამოკიდებულებისგან და საბოლოო ჯამში ამ ინვესტიციის წყალობით ენერგომომარაგება ევროპაში ხელმისაწვდომი გახდება. ევროკომისიის პრეზიდენტი დაჰპირდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ ძალიან დიდი რაოდენობის გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს შემოიტანს. როგორ უყურებთ ამ საკითხს? კრიტიკულად თუ მოწონებით? ეს ნამდვილად არ არის კარგი აზრი. ევროპის მოსახლეობას არ სურს ჰიდრავლიკური ხლეჩის შედეგად მიღებული აირი. თანაც ეს ძვირი სიამოვნებაა და ბოლოს არც ბაზარი ითხოვს ამ პროდუქტს. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული გარდაქმნისთვის გადამცემი ხაზების ქსელის გაფართოება და ელექტროენერგიის დაგროვების ინფრასტრუქტურის გაფართოება? ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას ვიღებთ ოფშორული ქარის ტურბინებიდან, რომლებიც შუა ზღვაშია ჩადგმული და ჩვენთან არის დაკავშირებული. იქ გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო შორს უნდა გადაიცეს. ამას კი ახალი ქსელები სჭირდება. ჩვენს შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონში ძალიან სწრაფად გაყოფს ახალი გადამცემი ხაზი და ახლა უკვე მასშტაბურად ფართოვდება ბატარეების დაგროვებითი ინფრასტრუქტურა, რათა გადამცემი ქსელები უფრო ეფექტიანად გამოიყენოს.